საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადლიის სანაპირო ზოლის გამაგრებას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ჩავლიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მოინახულეს. პროექტის მიხედვით ადლიაში 1 კილომეტრამდე სიგრძის სანაპირო ზოლის გამაგრება მიმდინარეობს. სამუშაოებზე კი 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი მცხოვრებია. აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. გამოირეცხა სანაპირო დაზიანდა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა და აგრეთვე საფრთხე შეექმნა საავტომობილო გზასაც. მიმდინარე სანაპირო სამუშაოების დასრულების შემდეგ გზასვი პრობლემები აღარ იქნება. ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით ნაპირსამაგრის სამუშაოების 60-ზე მეტ ობიექტზე დაასრულა. აღნიშნული ნაპირსამაგრის სამუშაოების განხორციელება ჩვენი რეგიონისთვის, ბათუმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. 2014 წლის დასაწყისში დაიწყო პროექტის რეალიზაცია, იცით რომ არის საქართველოს სამშენებლო კომპანია ახორციელებს ამ სამუშაოებს, ტემპი არის ნორმალური, კარგი, ჩვენ დეკემბრის ბოლოსთვის გვინდა რომ დავასრულოთ აღნიშნული სამუშაოები.